ძალიან მიხარია რომ ჩემი სტუმარი ხარ და ბოლო დროს ისეთი რთული პოლიტიკური პროცესები გვაქვს რომ ალბათ საჭიროა შენი დახმარება. მე თუ უშველი? არ ვიცი ხა უშველი თუ არა ეს ამბიცია არ აქვს, მაგრამ ჩვენი მოსაზრება რომ გავუზიაროთ, მე მგონი რაღაცა სადისკუსიო თემას მივაწვდით საზოგადოებას. და ჩვენ როგორც დავგეგმეთ, მინდა რომ ვისაუბროთ ტრამპის უკრაინა-რუსეთის ომის კრიზისის მოგვარების ხედვაზე, აი ამ ბოლო მოლაპარაკების პროცესზე, ვენესუელის კრიზისზე და რა თქმა უნდა ჩვენს ბედღრულ საქართველოზე, ანუ ერთგვარად ტრამპი ვენესუელის კრიზისშიც ესეც იმიტომ მაინტერესებს შეიძლება ნაკლებად მოახდინოს რაღაცა გავლენა ჩვენს პოლიტიკურ პროცესებზე, მაგრამ ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდია იმისა, თუ საერთოდ ეს ხელისუფლება რამდენად ადეკვატურად რეაგირებს კრიზისებზე და მისი ეფექტურობის შემოწმების საშუალებაც არის. თორე სამხრეთ ამერიკა ძალიან დაშორებულია ჩვენგან, მარტო წმინდა ენციკლოპედიური ცოდნისთვის თუ გამოგვადგება. და მოდი დავიწყოთ უფრო აქტუალურიდან, ცხადია უკრაინა-რუსეთის კრიზისი, ტრამპის 28 პუნქტიანი გეგმა, რომელიც შემდეგ შეიცვალა. აი ამ გეგმის მთავარი ხაზი, რომელშიც თავდაპირველად იყო წარმოდგენილი, ანუ ერთგვარი შანტაჟი, რომ დახმარებას შეგიწყვიტავ თუ არ დათანხმდებით აი ამ ტერიტორიულ დათმობას, როგორ აფასებ შენ? Ну, ტრამპი ასეთია, ასე ვთქვათ, ხო, ის უყურებს ყველაფერს, როგორც რაღაც ბიზნეს მოლაპარაკებას და მისი ეს რასაც ამაყობს ეს art of the deal, ანუ რაღაც ვთქვათ, ხელოვნება მისი, რატო ძლიერი, მისი აზრით, ძლიერი მოლაპარაკებელი, პრინციპში ესეც ვიცით რა არის, ანუ უნდა ასე ვთქვათ, რადიკალური პოზიცია დაიკავო, ხანდახან ექსტრავაგანტურად რადიკალური, რაღაც მიაწვე, შეაშინო და თუ გაგივა, თუ არა, უკან დაიხევ, მაგრამ რაღაც აი ან თუ არ დამეთანხმები, რაღაცას გიზამ, ხო? და რაღაც შეიძლება შეაშინოს. ბრძოლით დაზვერვას გავს, ხო, რაღაცა? ხო, რაღაც ისეთი, ხო, რაღაც აი და ხან გაზდის, ხან არ გაზდის. ვიღაცასთან გაზდის, ვიღაცასთან არ გაზდის. ჩინეთთან არ გაზდის, მაგალითად ეს ცალსახად ვიცით. ზელენსკი უფრო დაბალი ღობია ერთგვარად და კვეტი შანსია რომ გაუვიდეს ასეთი აგრესიული ტაქტიკა და რაღაცნაირად გაზდის, იმიტომ რომ უკრაინა ძალიან რთულ დღეშია ობიექტურად და ძალიან ისეთი მკვეთრი რეაქცია უკრაინას არ მიუწია 28 პუნქტიან გეგმაზე და პირიქით რაღაცნაირად ზოგადად მოიწონა, ხო? თორმეტი სხვა გზა არ ქონდა. მაგრამ მეორე მხრივ მაინც იძულებული გახდა რომ რაღაცები შეეცვალა, ასე რომ მაგრამ ჩემი მიდგომა, ასე ვთქვათ, ამაში ის არის, რომ ტრამპი რომ ისეთი პოლიტიკოსია როგორც არის, ვიცით, ისეთი როგორც არის, რას ნიშნავს, რომ მაინც და მაინც ასე ვთქვათ, მორალურ განზომილებას დიდ პატივს არ აქცევს, მარტო პოლიტიკოსია, რომ ვთქვათ, ხო, ამავე დროს რაღაც ეკონომიკურ რაღაც მოგებას თითქოს აქსოვს თავის მოლაპარაკებებში და რაღაც მისი მოტივი იყო, ისე ჩანს ყოველშვაში გარედან, რომ არის რაღაც აი თვითგანდიდება, რომ აი ტრამპი მაგარია და რაღაც 8 ომი გააჩერა, თუ რასაც ამბობს, რა რიცხვს ამბობს, არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ რაღაც აი სასწაულ მოქმედია და აი ესეც უნდა თითქოს აი კოლექციას მიამატოს, რომ 8 კი არა 9 ომი დაამთავრა, ხო? რაღაც აი ეს არის ტრამპი, მაგრამ და ამოვიდეთ ალბათ ობიექტური სიტუაციიდან, ხო, ესე იგი ფაქტია, რომ დასავლეთის დახმარება ისეთი როგორიც იყო აქამდე, სხვადასხვა დროს, კიდე ბაიდენის დროს, კიდე ტრამპის დროს ევროპელებიც ეხმარებიან, საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ რუსეთს ომი ცალსახად ვერ მოიგო, მაგრამ ვერც იმისთვის აღმოჩნდა საკმარისი, რომ უკრაინას მოეგო. ეს ერთი ზოგადი ვითარებაა და მეორე, რომ
საბრძოლო სამხედრო ინიციატივა რუსეთის ხელშია. ანუ რუსეთი მიიწევს წინ, რუსეთის ჯარები მიიწევს წინ და უკრაინის ჯარები უკან იხევენ. ნუ ნელა, მაგრამ ბოლო თვეს უფრო მეტად ვიდრე წინა თვეებში. ხო, ასე რომ ნუ ასეთ ვითარებაში ნუ გასაგებია რომ ზავი უფრო აწყობს იმას, ვინც უკან იხევს. ხო და ნუ დრო მუშაობს რუსეთზე ამ თვალსაზრისით ასე გამოდის სამწუხაროდ რომ აი ის წინ მიიწევს. და აქედან გამომდინარე, ნუ უკრაინაც რაციონალურად აფასებს თავის ვითარებას. ტრამპი ამერიკის პრეზიდენტი ვერ შეცვლის უკრაინა ამერიკის პრეზიდენტს, ვერ შეცვლის ევროპის ვითარებასაც, გასაგებია რომ მოუწოდოს, როგორც მრავალჯერ მოუწოდებს, რომ დაგვეხმარეთ, მაგრამ ნუ მოცემულობა არის ის რაც არის და ამ მოცემულობაში რა შეუძლია უკრაინას, ხო? ზავი მას სჭირდება ობიექტურად, იმიტომ რომ ნუ გამოფიტულია რუსეთსაც უჭირს, რა თქმა უნდა, მაგრამ რუსეთს ნაკლებად უჭირს ვიდრე უკრაინას, იმიტომ რომ ობიექტურად ნაკლები რესურსი აქვს და ეს პუტინმა იცის. ხო? რაღაც რადიკალური გაზრდა დახმარების, ნუ არ ჩანს, ასე ვთქვათ, ჰორიზონტზე, ხო? ესე იგი რაღაც, ასე ვთქვათ, კომპრომისზე უნდა წავიდეს ზელენსკი და ამ კომპრომისის პარამეტრებიც ცნობილია. ერთის მხრივ ის უნდა წავიდეს რაღაც ტერიტორიულ დათმობებზე, იმიტომ რომ ბრძოლით მთელი უკრაინის ტერიტორიის განთავისუფლების პერსპექტივა არ ჩანს, მაგრამ აი ამ თანხმობაში უნდა გამოივაჭროს რაღაც გარანტიები, რომ ოი ხვაში ის რაც დარჩება, ნუ ასე ვთქვათ, როგორც ჩვენა ვართ 80% იმისა, რაც ფორმალურად ვართ, რეალურად 80% გვაქვს, 20 არა გვაქვს, რუსეთმა მიიტაცა, ნუ დაახლოებით ეგეთივე შეფარდება უხეშად გამოდის უკრაინის შემთხვევაში, რომ აი 20% რუსეთი მიიტაცებს სავარაუდოდ და მაგრამ ის 80% უნდა იყოს მყარი და იმ 80%-ს არაფერი აღარ უნდა დაემუქროს და ამის გარანტია 100%-იანი გარანტია პრინციპულად შეუძლებელია, მაგრამ მაქსიმალურად რაც შეიძლება ამის გარანტიას უკრაინამ უნდა მიაღწიოს. ევროპელი ლიდერები აირას ამ წინადადებას როგორ ხვდებიან, იმიტომ რომ აქ არის საკმაოდ ძიმე შედეგები შეიძლება გამოყვეს თავისთავად აი ამ შეთანხმების რეალიზაციას. ერთი ალბათ ვთანხმდებით ორივე რომ საერთაშორისო წესრიგი რომელიც არსებობდა, რომელიც ქმნიდა შესაძლებლობას პატარა სახელმწიფოების სუვერენიტეტის, ეს არის რაღაცა ლეგიტიმურობის პრინციპი, ლეგიტიმაციის პრინციპი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ინჟინერიით არის რაღაცნაირად მოწყობილი, ხო? და ჩვენ ყავს ახლა ამერიკის შეერთებული შტატების ისეთი ლიდერი, რომელიც აი მიადგა ახლა ამ შენობას და საფუძველში ანგრევს. ანგრევს ეს არის მისი კვალიფიკაციის საკითხი, რაღაცა პრობლემა თუ არსებითად ამერიკის შეერთებულ შტატებში მომწიფებულია ამდაგვარი, ასე ვთქვათ, ვითარება, რომ არსებითად ლიდერობას უკვე სხვანაირად ხედავენ, ეს ძალიან რთული საკითხია, შეიძლება სხვა დისკუსიის თემაა, მაგრამ აი ევროპაში თავად აი ამ არქიტექტურის მოშლით მათი პოზიცია რა არის? თუკი ჩვენ მივიღეთ აი ესეთი ფაქტის დადასტურება, რომ აგრესია შეიძლება დაჯილდოვდეს, რა რეალობაში? რა თქმა უნდა, ეს არის, ნუ, ბევრი ამბობს, რომ აი მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდი ეს არის გრძელი მშვიდობა. ხო, ანუ 45 წლის შემდეგ არ ყოფილა, ნუ, დიდი ომი, ნუ, რაღაც მსოფლიო ომთან ახლოსაც რომ მოსულიყო ესეთი ომი, რაღაც ლოკალური ომები იყო და ლოკალური ომები იყო, მაგრამ ნუ რაღაცნაირად ლეგიტიმაცია აგრესიისა არ ხდებოდა, სამხედრო აგრესიის ლეგიტიმაცია არ ხდებოდა. პრაქტიკულად ეს არ ვიცით როგორ დამთავრდება ცხადია ეს ომი, მაგრამ ჯერჯერობით აი ეს აი ამ გეგმიდან გამომდინარე ისეთი პირი უჩანს, რომ ეს პირველი შემთხვევა, როცა მართლაც აგრესორს ცალსახად აგრესორი ჯილდოვდება. ნუ შეიძლება ითქვას 2008 წელსაც, 2014 წელსაც ეს უკვე მოხდა, ასე რომ
ტრამპამდე უკვე მოხდა, ახლა როგორც თქვი, ტრამპი ძალიან, ასე ვთქვათ, game changer-ია ეგრეთ წოდებული, ბევრი რამე იცვლება ტრამპის ხელში, მაგრამ პრაქტიკულად ტრამპი უბრალოდ უფრო ღიად და უფრო ღიად აკეთებს, ანუ უფრო გახსნილია იმისკენ, რომ ეს რაღაცნაირად ეს წმინდა პრინციპები უგულებელყოს, ასე ვთქვათ, ხო და რაღაც ისე ადვილად მართლა რაღაც თითქოს აი ბიზნეს გარიგებების დონეზე დაიყვანოს პოლიტიკა, გასაგებია, მაგრამ იმით რომ რუსეთი დაჯილდოვდა ფაქტობრივად 2008 წელს, იმით რომ რუსეთი დაჯილდოვდა 2014 წელს, ხო? არა ამ მასშტაბით, მაგრამ პრეცედენტი მაშინ შეიქმნა. ფორმა სხვა იყო, მაგრამ პრეცედენტი შეიქმნა, რა ძალაუფლებრივი, ასე ვთქვათ, ცვლილებები მოხდა და არ დაკანონდა ეს, ხო? ანუ ამ შემთხვევაში არის საფრთხე იმისა, რომ რაღაცნაირად დაკანონდეს ეს. მის მიერ ეს ხელში ჩაგდებული ტერიტორიები, მაგრამ ფაქტობრივად ხო რაღაც ის რომ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები რაღაცნაირად de facto რუსეთის არის და ამას არაფერი ეშველება, თითქოს ეს რაღაც ახალი რეალობად იქცა 2008 წლის შემდეგ, ხო, რომელსაც ისე შენიღბულად ყველა აღიარებდა, ხო, თუმცა ღიად არავინ არ ამბობდა, მაგრამ რაღაც ფაქტობრივად შეიჩვია ამას, ხო? სოფლიო, მათ შორის დასავლეთი ევროპაც, ამერიკაც, თუმცა რიტორიკულად ამას არ იღებდა, ასევე რიტორიკულად არ იღებდნენ იმას, რომ დონეცკი, ვთქვათ, რუსეთის არის, ან ლუჰანსკი, მაგრამ რაღაც de facto ამას შეეგუენ და ამას ხადია გაუხსნა მადა რუსეთს, ხო? ახლა თითქოს ესეთი გარდატეხა შეიძლება იყოს ერთ მხრივ მასშტაბში, უფრო მეტი დაიპყრო რუსეთმა, მაგრამ მეორე მხრივ რაღაც ასე ვთქვათ, ამის ლეგიტიმაციის საფრთხეა, ხო? ანუ განსხვავება ეს არის, პრინციპული განსხვავება ეს არის, რომ რაღაც მიიღოს სოფლიოს ყველა ძლიერმა ნაწილმა, დასავლეთმა, ამერიკამ და ევროპამ, რომ აი ომია, რუსეთი უფრო ძლიერია, უკრაინა უფრო სუსტია და უბრალოდ ტრამპი იმით განსხვავდება, რომ ამას პირდაპირ ამბობს, რომ აი თქვენ სუსტები ხართ, სხვა გზა არ გაქვთ, კარტი სათამაშო აღარ გაქვთ და უნდა დასახდეთ წაგებას, ხო, იმიტომ რომ უარესი დაგემართებათ. რაც არის, სოფლიო ისტორიაში ყოველთვის ასე იყო. კი, ისტორიას რო სწავლობთ, ასე იყო, უბრალოდ 45 წლის შემდეგ და მე ჰელსინკის მოლაპარაკების შემდეგ, რომ რაღაც საზღვრების ურღვევობა და რაღაც აგრესიის მიუღებლობა, რაღაც ეს პრინციპების ფორმულირება მოხდა, თითქოს აი ახალ მდგომარეობაში გადავედით. და ახლა თითქოს უბრუნდებით იმ ტრადიციულ მდგომარეობას, როდესაც აი ძალა აღმართ ხნავს, ხო? საერთაშორისო ურთიერთობებში და ეს აბსოლუტურად გეთანხმებით, პირველ რიგში ეს არის პრობლემა მცირე სახელმწიფოების. რა თქმა უნდა, მაგრამ მცირე და საშუალო, უკრაინა მცირე არის თქმით, მაგრამ საშუალო სახელმწიფოა და შედარებით სუსტი. მაგრამ მაგ არის გადამწყვეტი ძირეული განსხვავება, რომ იქ ისტორიული კონსენსუსი არ იყო შემდგარი, მაგათაც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ამერიკის შეერთებული შტატების თანმიმდევრული პოლიტიკა აქამდე ასეთი იყო, რომ ხო, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ვაღებთ 79000 კვადრატულ კილომეტრში. იგივე მთელი ევროპის. აი აქ ჩვენ ყავს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სახით პიროვნება, რომელიც ამ ომის ანატომიას არსებითად სხვანაირად ხსნის. ამ ომში მეტიც შეიძლება დამნაშავეს თავად უკრაინას ხედავს. ესე ანუ ამ ომში მორალურად მახინჯ მხარესაც რუსეთს ვერ ხედავს და აი ეს არის აი ისტორიულად აბსოლუტურად განსხვავებული მოვლენა, იმიტომ რომ კი ძალა ახმარts ხნავს და უშუალოდ ჩვენ არ შეგვიძლია მეტი დახმარება, ანუ რაღაცა მწუხარების კონკრეტული ისტორიული თუნდაც პასაჟი ან პერფორმანსი, არა, აქ არის ძალიან კონკრეტული მხარის არჩევა. აი ეს არის სერიოზული პრობლემა. მხარის არჩევა, რატომ არის? აი რატომ არის ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, აი თქვენი შეფასებით, აი ამ დაგვარი პოზიციის
პრეზენტაცია, რომელშიც მხარე აქვს მას უბრალოდ არჩეული და ეს მდგომარეობა, რომ უკრაინას კოზირი არ აქვს, რადგან სინამდვილეში ამაზეც მინდა საუბარი, უკრაინას კოზირი აქვს. ეს კოზირი თავად ამ 4 წლის ომში ვლინდება და ამ კოზირში ის არის, რომ რუსეთს არ შეეძლო ობიექტურად ნორმალური, ასე ვთქვათ, მომარაგების შემთხვევაში ფრონტის ხაზის გარღვევა. თუ გამარჯვება არა, უკრაინას შესწევდა ნებისმიერი, ასე ვთქვათ, საშუალებით ამ კონფლიქტის ისე შენარჩუნება, როგორც დაუშვათ ვინმეს რომ აწყობდეს, რომ მოდი აბა დრო გავიდეს და დაველოდოთ რა მოვლენები მოხდება. ანუ არანაირი ფორსირებული ვითარება არ იყო, ეს არ არის ისეთი ვითარება, რომ მაგალითად როგორც ავღანეთში რო იყო, თუ ჩვენ გამოვედით, მე ახლა ვიღა უნდა დავიცვა თალიბებმა რომ თავისუფლად აიღეს, იმიტომ რომ მოწინააღმდეგე მხარე ჩვენს გარეშე არავინ არ არის, ანუ ვერაფერს ვერ გააკეთებს, ხო? აქ პირიქით, აბსოლუტურად ავტონომიური ძალაა. ამ ავტონომიურ ძალას ჭირდება წვეთოვანი. ანუ დრამატული ინტერპრეტაცია თავად კონფლიქტის, რომ ზელენსკის მოუწოდებდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, რომ თქვენ კოზირი არა გაქვთ, ამაშიც შეცდომა არის. ანუ რატომ აირჩია აი ამ დაგვარი ინტერპრეტაცია? ეს არის რაღაცა არასწორი დედუქცია, არასწორი ანალიზი, თუ აი რასთან აგვაქვს? ნუ რა სხვა мотиваცია, სხვა ცნობიერება აქვს ამ ადამიანს, ხო ეს არ არის პოლიტიკოსი თავისი ბუნებით, მაგრამ რაღაც თავისი რა თქმა უნდა ერთგვარი კანდიდატების რაღაც აქ მანია თუ არ ვიცი რაც აქვს, მაგრამ ნუ ეს თავრობა ხო მარტო ამაში არ არის, ის მოვიდა როგორც რაღაც პარადიგმის შემცვლელი, ანუ როგორც უპირისპირდება, ნუ ზოგადად აი იმ რაღაცნაირ კონსენსუსს, რომელიც არსებობდა, ნუ დასავლეთში, როგორც დასავლეთში, აი ბოლო, ნუ 80 წლის მანძილზე ან შეიძლება ნუ ცივი ომის დამთავრების შემდეგ რომ ვიანგარიშოთ 35 წლის მანძილზე, ხო, რაღაცნაირად, რომ აი დასავლეთი, რომ დასავლეთს ერთის მხრივ რაღაც პასუხისმგებლობა აქვს რაღაც ლიდერობის, ანუ დასავლეთის ინტერესებშია რაღაც გარკვეული სოფლიო წესრიგი, რასაც ლიბერალურ სოფლიო წესრიგს ეძახდნენ, რომ ეს ერთის მხრივ სამართლიანია და ერთგვარად ნუ მისი მორალური მისია, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში მის ინტერესებშიც არის. და აქ ნუ ის როგორც თქვი დაუბრუნდა ტრამპი რაღაც სხვა კატეგორიებით აზროვნებს უბრალოდ საერთოდ იდეოლოგია როგორც ასეთი მაინც და მაინც არ აქვს, მაგრამ რაღაც აი ამერიკა first, ამერიკა უპირველეს ყოვლისა, ანუ ერთი სახელმწიფოს ფარგლებში უნდა ვიაზროვნოთ, ასე ვთქვათ, და ყველა მასე უნდა იაზროვნოს და ახლა აქ უკვე ბუნებრივია, რომ ევროპელებს და ამერიკელებს ნაცვლად სხვადასხვა ხედვები ექნებათ, იმიტომ რომ რუსეთი ევროპისთვის არის საფრთხე და ამერიკისთვის ასეთი პირდაპირი საფრთხე არ არის, როგორც ევროპისთვის. ევროპის შიგნითაც შვედეთისთვის და პოლონეთისთვის უფრო საფრთხე, ვიდრე ესპანეთისთვის, ხო? ანუ ტრადიციული რაღაც, ასე ვთქვათ, ერი სახელმწიფოების დონეზე გეოპოლიტიკა, რომელიც არსებობდა მეორე 45 წლამდე, ხო? ანუ გამოდის, რომ ეს პერიოდი არის რაღაც გამონაკლისი და ტრამპის სახით რაღაცა ნეომონროს დოქტრინა, ხო? ხო, უბრუნდება რაღაც ძველ ტრადიციულ ხედვებს, რომ აი ეს იყო ნუ რაღაც სხვანაირი დრო და გამონაკლისი დრო, რაც მცდელობა რაღაც ასეთი სოფლიო წესრიგისა და როგორც თქვი ეს ტრამპის მენტალიტეტი რო სხვანაირია ეს ერთი ფაქტორია, მნიშვნელოვანი ფაქტორია, მაგრამ ამან ეს უკვე მომზადებული იყო ერთგვარად შესაძლებლობა ხო ისე არ მომფრომ გარდუვალად ეს ასეთი რამე უნდა მოხდარიყო, მაგრამ რაღაცა თითქოს უფრო შესაძლებელი გახადა ამან იმით რომ ნუ აი შეიცვალა ძალის ბალანსიც ერთგვარად სოფლიოში, ხო, გაძლიერდა ჩინეთი, დასუსტა ევროპა ობიექტურად, ნუ ამერიკა დაახლოებით იმავე მასშტაბით დარჩა, რაც იყო და ნუ რაღაცნაირად თითქოს ეს
დასავლეთის მიერ ამ წამყვანი როლის თამაში ხო ემყარება იმასაც და ემყარებოდა იმასაც, რომ დასავლეთი თავისი ობიექტური რესურსებით, ეკონომიკური სამხედრო რესურსებით რაღაც ერთი თავით მაღლა დგას, თქო დანარჩენ სამყაროზე, ხო? და პუტინი ამას უტევს სწორედ. შეგნებულად, ხო, ის უკრაინას ებრძვის, რა თქმა უნდა, რომ უკრაინაში ებრძვის დასავლეთს, დასავლეთის ჰეგემონიას, როგორც თვითონ ხედავს და ეს ჰეგემონია უნდა გადატეხოს. და ნუ ევროპელებმა ეს სწორად დაინახეს და ამერიკაშიც ბევრმა სწორად დაინახა, მაგრამ ნუ ტრამპს არ უნდა რომ ასე დაინახოს. ტრამპს აინტერესებს ამერიკის ინტერესი, როგორც ის მას ხედავს. როგორც ის მას ხედავს რაღაცნაირად ძალიან ნაცნობ ჩვენებურ პერსონაჟებს მახსენებს ეს როგორც ის მას ხედავს და ხა შეიძლება ცოტა არაკორექტული ვიყო თვითონ იმ მოსაშველიებელ სიტყვების გამოყენებაში, მაგრამ მოდი ესეთი რაღაცა ვთქვათ, პოლიტიკური პროვინციალიზმი, პოლიტიკური გოიმობა, რომელიც სავსეა პერსონაჟები ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში, რომელშიც სწორედ რომ ძალიან მარტივად იკიდებს ფეხს კონსპირაციული თეორიები, რომელშიც ძალიან გამარტივებული ინტერპრეტაცია თეთრის და შავის, კეთილის და ბოროტის, რომელშიც არის 70-იან წლებში გადმოფრინდებოდი. მაგრამ ამის ამერიკული ვერსია, რედნეკული ვერსია, კოვბოური ვერსია, ეხლა ის შეიძლება რაღაცა ძალიან სპეციფიური კულტურული მომენტებია, რომელსაც ალბათ ამერიკაში ცხოვრება ჭირდება, რომ ეს ამერიკული მათ არ აქვს სიტყვა გოიმი, ხო? ესეთი მაგარი სიტყვა. მაგრამ ეს რედნეკი ფაქტობრივად მაგას ნიშნავს. მაგას ნიშნავს, ხო? მაგრამ არის ანტიელიტიზმი რაღაცა, ისეთი ტიპები არიან ახლა ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციაში წარმოგვიდგენ, რომელსაც ეს ელიტური კლასი, ანუ როგორც მანერებში, ასევე მეტყველებაში, ასევე ქცევაში და სიტყვების შერჩევაში არ აქვს ეს ვიტკოფი რომ იყო, ესეც რაღაცა რა კარიკატურული პიროვნება, ისე როგორც ვენსი, როგორც კარიკატურული პიროვნება. ისე როგორც ეს თვითონ ტრამპიც როგორც იქცევა და რანაირი სხეულის ენა აქვს, რა ქცევას, რა სიტყვებს მიმართავს, როგორც დაждდება მაგალითად სტუმარს რომ მიიღებს ახლა ეს ასე მომენტებსაც ალბათ აქვს რაღაცა მნიშვნელობაში, რომ პოლიტიკური არა, მაგრამ რაღაცა კლასზე მიუთითებს. და მისი გამოხატულება ალბათ ამდენგვარი პრიმიტიული ინტერპრეტაციას. ანუ რისი თქვა მინდა ახლა, მე არ მინდა ახლა ტრამპის ლანძღვაში შეთქმულებულად ვისაუბროთ, მაგრამ ამ ასე თქვათ პოლიტიკის ანალიზში ხო არ არის უბრალოდ სიგარა, უბრალოდ სიგარა. ანუ ეს ადამიანი უბრალოდ ვერ ხედავს მის წინაშე წარმოდგენილ ცვლადებს, ეს არ არის რაღაცა ანალიტიკური მოდელის ცვლილება, ეს არ არის რაღაცა დამუშავებული მოდელის ცვლილება, ეს არის სუბიექტური პრობლემა ადმინისტრაციის ან ისეთი ადამიანების, რომლებიცაც არ აქვს სწორი და ადეკვატური ხედვა მიმდინარე მოვლენების. ეს შეიძლება რა თქმა უნდა ითქვას, მაგრამ გასაოცარი დემოკრატიაში უფრო რთულია ამის თქმა, იმიტომ რომ ყოველთვის ამას ვამბობ ხოლმე, რომ თავარი ის კი არ არის, რომ ტრამპი ისეთია, როგორიც არის, არამედ თავარი ის არის, რომ ის აირჩიეს. ანუ საზოგადოება შეიცვალა, რაღაც ანუ ტრამპი არის სიმპტომი და არა პრობლემა, ხო, ეს ჩემი მიდგომა ასეთია. ხო, იმიტომ რომ ტრამპი მე მახსოვს 2016 წელს ნუ რაღაც ორი მხრივი შოკი იყო, ნუ ჩემს ამერიკელ ნაცნობებში. ერთი რესპუბლიკელებს რო ვეკითხებოდი თქვათ, ნუ 2016 წლის იანვარ-თებერვალში, რომ ეს ტრამპი რო არის რესპუბლიკელებ კანდიდატებს შორის, პირველ ადგილზე გამოკითხვებში, ისინი ამბობენ რას ამბობ კაცო, ტრამპი ეხო რა მასხარაა და არასერიოზული ტიპია და ნუ ეს ახლა რაღაცა ადრეა და საერთოდ არ განიხილავდნენ იმ ვარიანტს, რომ ტრამპი შეიძლება რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი გახდეს, იმიტომ რომ საკმაოდ ძლიერი კანდიდატები ყავდა წვევი. და ანუ სრული შოკი იყო, რომ ტრამპი გახდა რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი. ხო, ანუ ტრამპმა რაღაცნაირად შიდა გადატრიალება მოახდინა რესპუბლიკურ პარტიაში, ოღონდ ქვევიდან მოძრაობით. ანუ რაღაცნაირად ასეთი ტიპზე, შოუმენია თუ რაც არის, ასეთ ტიპზე მოთხოვნილება იყო. პოლიტიკოსი რაღაც ზომით შოუმენი
უნდა იყოს კიდეც დემოკრატიულ სისტემაში, განსაკუთრებით საპრეზიდენტო სისტემა, სადაც არის, ხო, მაგრამ რაღაცნაირად აი ასეთი ანტიელიტურ ხედვაზე მოთხოვნილება იყო კონკრეტულად რესპუბლიკურ პარტიაში, ხო? მაგრამ ისიც მახსოვს, ну წინა საარჩევნო პერიოდი რაღაც 5 თვე თუ 6 თვე ამერიკაში ვიყავი ზოგადად, წინა საარჩევნო 2 თვეც და შემდეგი თვეებიც რამდენიმე თვე უკვე დემოკრატები პირიქით უხაროდათ ერთგვარად რომ ტრამპმა გაიმარჯვა რესპუბლიკურ იმაში პარტიაში, იმიტომ რომ ჩვენი დემოკრატი ჰილარი კლინტონი ხო ახლა ამას ხო მოუგებს ახლა. ხო შეუძლებელია რომ ახლა ამერიკელმა ხალხმა აირჩიოს ტრამპმა. რესპუბლიკელები გოიმები არიან, ქაჯები არიან, ბნელები არიან და აი ხო ხედავ ტრამპი აირჩიეს, მაგრამ ახლა საერთო არჩევნებში ხო ჰილარი მოიგებს და ну გამოკითხვები კი აჩვენებდა რომ თლად ისე დიდი უპირატესობა არ აქვს ჰილარის, მაგრამ რაღაც უპირატესობა ჰქონდა მაინც ჰილარი კლინტონს და იქ რაღაც უზარმუდიდესი შოკი იყო მე რომ ტრამპმა გაიმარჯვა და რაღაც არ ვიცი მორალური პანიკა ასე ვთქვათ, მაგრამ ის თქმა მინდა რომ ფაქტია რომ ამაზე მოთხოვნილება არსებობს ამერიკულ საზოგადოებაში და გარკვეულად ამის ბრალი მიუძღვის რაღაც ძველ ელიტებს, იმ ელიტებს, ვინც ტრამპი, ვისაც ტრამპმა მოუგო, მათ რეალური შურიზიების. რაღაც განსაკუთრებით დემოკრატიული ელიტებმა, როგორც ჩანს, რესპუბლიკური ელიტების დაშორდნენ ასე ვთქვათ, საზოგადოების განწყობას. აღნიშნავს, რომ საზოგადოება რაც გაფუჭდა, წახდა. უბრალოდ აი რაღაც უფრო დაშორდნენ ელიტები საზოგადოებას. საზოგადოებრივი განწყობები დაახლოებით იგივე დარჩა. ელიტები ანტიელიტური განწყობები ძალიან გაძლიერდა, მათ შორის, გარკვეულ ინტელექტუალურ წრეებშიც და ტრამპი აღმოჩნდა ისეთი ადამიანი, რომელიც კი არის რაღაც ნაწილი, ასე ვთქვათ, ამომრჩევლების, ნაკლებად განათლებული და ვარქვათ, როგორი ვისაც ტრამპი რეალურად მოსწონს. და თulis რომ ეს არის მაგარი, მაგრამ ტიპური დამოკიდებულება მაინც არის ტრამპის მიმართ, რომ ეს სულაც არ არის მაგარი პოლიტიკოსი და პიროვნულად ამ ბევრი დეფექტი აქვს და ამას ბევრი ხედავს, მაგრამ აი ამ ელიტებს დედა უნდა უტიროს და ყველაზე მაგარი ასე ვთქვათ, რაღაც ბულდოზერი თუ რაღაცა, რომელიც აი რქებით აწვება და ასე ვთქვათ, აი ამ არსებულ ელიტებს ებრძვის აი ასეთი კაცი გვჭირდება, ასე ვთქვათ და ტრამპი აღმოჩნდა რაღაცნაირად ასეთი კაცი და ამიტომ მისი დეფექტები არის მეორეხარისხოვანი და ახლა ამერიკელთა უმრავლესობისთვის უკრაინის თემა და საგარეო პოლიტიკის თემა ცენტრალური არ არის, ასე ვთქვათ, იქ ამერიკა უშუალოდ არ მონაწილეობს, ხო, რაღაც ადამიანებით და ამიტომ ამის მიხედვით ძალიან ცოტა ადამიანი მსჯელობს ამერიკაში ტრამპის შესახებ, ხო? თავარია რას აკეთებს შიგნით და ამ თვალსაზრისით, ხო, ტრამპი, ბევრი ამბობს, რომ ტრამპი სუსტდება უკვე შიგნითაც, მაგრამ ჯერ გადაწყვეტით ამას ვერ ვიტყვით. ხო, 22 წელს, თქვათ 2022 წელს, როცა წყდებოდა ვინ იქნებოდა ასე ვთქვათ, შემდეგი ლიდერი რესპუბლიკური პარტიის, რაღაცნაირად ისე ჩანდა, რომ ტრამპი დასუსტებული იყო და აი დესანტისი გამოდიოდა რაღაც ახალ ვარსკვლავად, ასე ვთქვათ, ხო, რაღაც. მაგრამ მე ისევ აღორძინდა ტრამპი, რაღაც თითქოს კტრეთით აღდგა ისე. ხო, რაღაცნაირად ეს შიგნით აქვს რაღაც საზოგადოებას პრობლემა და ეს რაღაც სხვანაირი ფორმით გრძელდება ამერიკაში, მაგრამ ევროპაშიც, დასავლეთ ევროპაშიც და აღმოსავლეთ ევროპაშიც გარკვეულად ეს პრობლემა არის. რაღაცნაირად ეს ელიტური დისკურსი, რომელიც ჩამოყალიბდა ბოლო ათწლეულებში, რაღაცნაირად გაღვიზიანებას იწვევს და მიუღებლობას იწვევს საზოგადოების დიდი ნაწილის მხრიდან. ხო, ალბათ ეს რეალობა არსებობს. ხო, ალბათ ეს უკრაინა და ეს საერთაშორისო ამბები ამასში მოყვა ერთგვარად, ხო, იმიტომ რომ ეს არ არის ძირეული პრობლემა, მაგრამ რა კი ასეთი ლიბერალური საერთაშორისო წესრიგის მხარდაჭერა იყო
ნუ აი ამ ელიტის ერთ-ერთი მახასიათებელი, ამიტომ ამასაც მიემართა გარკვეული აგრესია. ალბათ ეს ძალიან რთული რაღაცა სოციოლოგიური საკითხი არის თემა, რომ აი ეს ელიტიზმის და ანტიელიტიზმის რაღაცა მოლოდინები არის ამ პოსტმოდერნულ საზოგადოებებში. ზოგადად დემოკრატიას ახასიათებს ჩემი აზრით, რაღაც ანტიკური ათენის დემოკრატიის ისტორია რო წავიკითხოთ, იქაც სულ ეს საკითხია, ხო? არის რაღაც ეს არისტოკრატია, არის რაღაც ჰოიპოლოი, უბრალო ხალხი და ვიღაც პოპულისტი ლიდერები გამოჩნდებიან, რომლებიც ამ ასე ვთქვათ, უბრალო ხალხს ამხედრებენ ამ არისტოკრატიის წინააღმდეგ და კი იყო პერიკლე, რომელიც იყო ასე ვთქვათ, არისტოკრატი, მაგრამ თან უბრალო ხალხის ნდობა ჰქონდა, მაგრამ ნუ სხვა პერიკლე აღარ გამოჩნდა და მერე მუდმივი არასტაბილობა იყო ამან. აბა ეს არის დემოკრატიის, ასე ვთქვათ, სუსტი წერტილი, ელიტის და ეგრეთ წოდებული უბრალო ხალხის ურთიერთობა. არ ვიცი, ალბათ მე დავამატებდი კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს, რომელიც ალბათ ტრამპის შემთხვევაში აღმოჩნდა ეს რაღაცა განსხვავებულია რაღაც, ეს არის ალბათ ეს თანამედროვე სოციალური მედია და ბატონის განსაკუთრებული უნარები ამ სოციალურ მედიაში ძალიან ეფექტურად მართვის, ანუ ტრამპი არ არის ის პოლიტიკოსი, რომელიც მიბარებული აქვს რაღაცა ადმინისტრატორსა და რაღაცებს გაფილტროს და დაწერილს დაწერს, თავად მართავს თავისი. ხო, და ასეთი პოლიტიკოსების დრო მოვიდა, ზოგადად ყველგან. და ეს ამაში ყველას მოუგო. აბსოლუტურად ყველას მოუგო და ალბათ ამან განაპირობა ის რომ აქტუალურობაც არ შესაძლოა ძალიან აქტუალურია მიუხედავად ამ შეცდომებისა, აი კარგად ახერხებს ამ იუმორით თუ რაღაცა შავი იუმორით თუ ცისულელეებით, მაგრამ სადისკუსიო თემების რაღაც უხეშობით, ხაზგასმული. ხო, TikTok-ზე სულ არ არის აუცილებელი რომ იდეალური ადამიანი იყო. არა, რაღაც უნდა მიიცისო ყურადღება. ნუ ამაზე არის ახლა ხო, ძალიან ბევრი საუბრობს ამაზე, რატომ მოხდა ეს ნუ კრიზისი პრაქტიკულად დემოკრატიის და ამ პოპულისტური ტალღის აღზევება და ნუ ერთ-ერთი პოპულარული და ჩემი აზრით მართლაც ერთ-ერთი ძირითადი თემა, ერთი არის ამ ელიტების დაშორება ხალხისგან, მაგრამ მეორეა ამ ასე ვთქვათ სოციალური ქსელების გაფართოება და მისი გავლენის გაზრდა და დაახლოებით აი ეს დროში ეს ემთხვევა ერთმანეთს, რომ სოციალური ქსელების ასე ვთქვათ ადამიანების მიჯაჭვა სოციალურ ქსელებზე აი ეს იწყება სადღაც 2010-იანი წლების დასაწყისიდან. და სწორედ სპეციფიკური პოლიტიკური კულტურაც ჩამოყალიბდა ამის გამო. და აბსოლუტურად შეცვალა ამან პოლიტიკური კულტურა, იმიტომ რომ ასე ვთქვათ დაამდაბლა ეს ნიშა კულტურა დაამდაბლა, ხო ანუ უფრო დემოკრატიული გახადა, ასე ვთქვათ, ერთი მხრივ, რომ ადამიანს ნებისმიერი ჟურნალისტიკა რო ავიღოთ, ხო, იყო რა ნიუ-იორკ ტაიმს რაღაც გაზეთები, ტელევიზიები და იქ რაღაც იყვნენ რედაქტორები, რაღაც იყოს პროფესიული სტანდარტები, პროფესიული ეთიკა და რაღაც ასე ვთქვათ, და პოდკასტებია ჩვეულებრივი გააკეთეთ პოდკასტს საკუთარ რაღაცა სახში და თუ შეიძლება აღმოჩნდეს რომ 2 მილიონი მაყურებელი გქონდა CBS და ABC-ს გადაუჯოქრავდა. ჯო როგანი ამის მაგალითი. ხო, ჯო როგანი არის, ნუ თქვა უნდა საკუთარ მაგალითი ამისი და აი ამ დონეზე უკვე ხო რაღაცნაირად ეს მაღალი ინტელექტუალური სტანდარტი არ არის ის რაც ამ რეიტინგს წერს. ხო, ეს არის რაღაც სკანდალურობა და ტაბუს დარღვევა, ასე ვთქვათ. ანუ ისეთი რაც იყო ტაბუ, ნუ ახლა ანტისემიტიზმი ერთ-ერთი თემაა, რომელიც ჯერ მარცხნიდან წამოვიდა, ახლა მარჯვნიდან წამოვიდა ტაკერ კარლსონის და ასეთი ასე ვთქვათ პერსონაჟების მხრიდან, რომ აი უკვე ჩვეულებრივი ამბავი გახდა, თქვა რომ მე მიყვარს ჰიტლერი და ჰიტლერი კაი ტიპი იყო და ტყუილა აბრალებენ რაღაცეებს, ხო? ნუ რესპუბლიკელების წრეებში ეს გახდა ჩვეულებრივი ამბავი. იმიტომ რომ ეგ გამოიწვევს ნახვებს. იმიტომ რომ ეგეთია საინტერესო და ისეთი ადამიანი ჭკუა დამჯდარი ადამიანის ლაპარაკი არ არის საინტერესო. და ნახვები არა. ხო, რაღაცა ეს არის ჩვენი გადაცემის თავარი წყევლაც. სამწუხაროდ, აი
ჩვენ რო ვილაპარაკოთ რაღაცა ურბანული ლექსიკით, უცებ მოიბადებს ათასებში ჩვენი ნახობის რაოდენობა. მაგრამ ამას არ ვიცავ, ცხადია? მაგრამ ეხლა ისე რომ დაუბრუნდეთ აი ამ მოლაპარაკების პროცესზე, ერთი საინტერესო მომენტი, რომელსაც მე იმედი მაქვს და ვარაუდობ, მინდა ეს ვარაუდი შენ გაგიზიარო და რამდენად არის ამისი შანსი, რომ ამ მოლაპარაკების პროცესში უკრაინის მხარემ ისეთი პირობები გამოიყვანოს სამუშაო დოკუმენტად, რომელიც უკვე რუსეთისთვისაც იყოს მიუღებელი და რუსეთი აღმოჩნდეს პრაქტიკულად ამ მოლაპარაკების ჩამშლილი და არა უკრაინა. ეს შანსები რამდენად? ეს შესაძლებელია, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ობიექტურად ომის გაგრძელება ну ვინც უტევს იმისთვის კარგია ომის გაგრძელება, ვინც აგებს, ასე ვთქვათ, იმისთვის ცუდია ომის გაგრძელება. ხო, ეს რაღაც ну რა ვიცი, ათადან და ბაბადან ასეა, ხო და აქედან გამომდინარე, ხო, ну რა თქმა უნდა ეს ტრამპის პოლიტიკა შეიძლება თქვათ, რომ რაღაც არაცნობიერად თუ ნახევრაცნობიერად პუტინის სიმპათიაც აქვს, იმიტომ რომ რაღაც უფრო ემშობლიურება პუტინი ვიდრე ზელენსკი, მაგრამ და ასეთ ტიპები პატივს ცემს და არ მალავს. ხო, მაგარია პუტინი და ეს რაღაცა მოსწონს, მაგრამ ну რაკი პუტინს ზელენსკის უფრო სჭირდება მშვიდობა ამ საბაზისო ლოგიკიდან გამომდინარე ვიდრე პუტინს, ესე იგი პუტინს მეტი უნდა დაუთმო. ხო, რაღაც ну ეს რაღაცნაირი ლოგიკა გასაგები ერთგვარად, ხო? რამდენად მისაღები სხვა საკითხია. და ამიტომ მართლაც, ну, ევროპელებსაც რაღაც თლად ვერ გამორიცხავ ამ პროცესიდან და რაღაც სიტყვა მაგათაც ეთქმით და მაგათ ესმით და მათთვის უფრო მტკივნეულია, ну, ეს აგრესორის დაჯილდოება და ასე შემდეგ. ასე რომ კი შეიძლება ეს ჩაიშალოს რუსეთის გამო, ანუ და ზელენსკიც რა თქმა უნდა ამ თამაშს თამაშობს, როცა თქვა რომ ჩვენთვის მისაღები არსებითად, მაგრამ აი რაღაც 1-2 პუნქტი შევცვალოთ. ხო? და პუტინს ასეთ ცალსახად ეს არ უთქვამს. ხო, ამიტომ კი რა მნიშვნელოვანია, ვის დაბრალდება ეს ჩაშლა, მაგრამ ну ჩაშლა რო დაბრალდება რუსეთს თქვათ ეს კარგია თავისთავად, მაგრამ ну თუ უკრაინის ინტერესებიდან გამოვდივართ და რუსეთი შეტევაზეა, მაშინ ამ ჩაშლას უნდა მოყვეს ძალიან სერიოზული ზრდა უკრაინის ხარდაჭერისა, დახმარებისა, ხარდაჭერა, მორალური ხარდაჭერა კი არა, სამხედრო დახმარების ზრდა ძალიან სერიოზულად უნდა გაიზარდოს და ძალიან სწრაფად. ანუ ეს უნდა იყოს პასუხი ჩაშლაზე, თორე უბრალოდ თუ ჩაიშალა და რუსეთი გააგრძელა შეტევა, მაშინ ეს ნიშნავს, რომ ერთ თვეში შეიძლება უარესი პირობებით მოუწიოს ეს თქვათ დათმობა უკრაინას. სამწუხაროდ ამის შანსი არსებობს. ხო, ამიტომ ეს არის, ეს უნდა იყოს გადაბმული ერთმანეთთან, რომ კი ჩაიშალოს, მაგრამ უკრაინას გაცილებით უფრო მეტად უნდა დაეხმაროს დასავლეთი. მაგრამ აქ მთელი ამოცანა, ეხლა ჩემი ხედვით, რასაც მე ვხედავ, არის ის, რომ ტრამპს მოაჩვენონ ის, რომ მაშინ დამნაშავე მხოლოდ რუსეთია, რომ იქნებ ტრამპისგან მიიღოთ პირობა, რომ იარაღის დახმარების პაკეტები ალბათ თუ კარგად რაც არის არავითარი გაზრდა არამედ რაღაცა პირობით მაინც ისევ დაუბრუნდეს უკრაინას და აი მის ეგოს როგორღაც მოეფეროთ. ხადია, ხო, არა, ну ეგ არის მთელი დასავლეთის ზელენსკის მათი ამოცანა და მათი ტექნიკა ფაქტიურად, ну ყველა იწყებს ტრამპის ქებით. რომ იციან რომ მისი ეგო არის ძალიან ასე ვთქვათ მოწყვლადი, ამიტომ უნდა აქო რა კარგი ხარ, ამაგარი ხარ, მაგრამ აი იქნება ცოტა სხვანაირად შეხედო რაღაცას, ხო? არა, ну ეს რაღაცნაირად ეს ну ცხადია ეს ტრამპს ძალიან მოსწონს, რომ ასე დააყენა საქმე და ეს ცუდია რომ ასე დაყენდა საქმე, მაგრამ ну ახლა ეგრეა, ახლა ამერიკა ობიექტურად ხო, ახლა ბოლო 20-25 წელიწადში ამერიკასა და კოლექტივად ევროპას შორის ძალაუფლების ბალანსი შეიცვალა ამერიკის სასარგებლოდ საგრძნობლად. ну ეკონომიკის გამო ძირითადად, ხო, გაცილებით უფრო სწრაფად ვითარდება ამერიკის ეკონომიკა ვიდრე ევროპის. ანუ ობიექტურად
ევროპა ისეთი ძლიერი არ არის ახლა ევროპა კოლექტიურად მაინც უფრო ძლიერია ვიდრე რუსეთი მაგრამ რა კი ათწლეულის განმავლობაში მისი სამხედრო ინდუსტრია ჩაწოლილი იყო და არ იყო ასე ვთქვათ მოკოქილი იმაზე რომ თვითონ დაეცვა თავი და თვითონ ვთქვათ ეწარმოებინა თავისი იარაღი და მზადყოფილიყო ბრძოლისთვის არც ფსიქოლოგიურად, არც ორგანიზაციულად, არც ფინანსურად, ახლა კი შეფუცხულნენ, მაგრამ უცებ არ გამოდის ესეთი რამე, ამიტომ მოკლევადი პერსპექტივაში მაინც ამერიკაა გადამწყვეტი, აი წმინდა იარაღის სამხედრო მხარდაჭერის აზრით და ეს ყველას ესმის. ეს ყველას ესმის. კი, თავისთავად ალბათ პერსპექტივაში ეს თავისთავად მნიშვნელოვანია, რომ ევროპა ჩადებს ფულს სამხედრო მრეწველობაში, ჯარის განვითარებაში, ხო, ეს თუნდაც აი ამ უკრაინა რანაირი ზავიც არ უნდა დაიდოს, ხო, მთავარი ხო უკრაინისთვის მაინც ეს არის ეს რეალური გარანტიები და არა უბრალოდ აი რამდენ ტერიტორიას დაკარგავს, ხო? დამტკივნეულია ტერიტორიის დაკარგვა ესე ადვილია ჩვენთვის ალაპარაკოთ, მაგრამ სტრატეგიულად ეს უფრო მნიშვნელოვანია, ხო, რაღაც რომ აი რაც დარჩება ის იყოს მყარად, ხო? და ამ თვალსაზრისით ევროპის გადაიარაღება, მისი ახალი ხედვა, ახალი დამოკიდებულება მნიშვნელოვანია, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში ამერიკის დახმარება შეუცვლელია. ეხლა მნიშვნელოვანი მომენტი მაინც რო ვახსენოთ ის რაც ჩვენ თქვით, აი ვენესუელის კრიზისი. აი აქ ესეკიბოს რეგიონის გამო აქვს ვენესუელას გაიანასთან კონფლიქტი, ეს ნავთობით და რა ვიცი, მდიდარი სასარგებლო წიაღისეულ მდიდარი რეგიონი არის და რაღაცა წვრთნები ჩაატარა, რომელსაც მოყვა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან გარკვეული რეაგირება. მაყურებლებს შევახსენებ, რომ ვენესუელა გახლავთ ეს პატარა სახელმწიფო, რომელიც უმდიდრესი გახლავთ მსოფლიოში ნავთობ რესურსებით. მაგრამ ამ ხელისუფლების სათავეში არიან სოციალისტები, რომელიც ამ სოციალისტები თავისი რაღაცა მარქსიზმის ყველაზე უარესი და ყველაზე მახინჯი გამოვლინებებით და გვაქვს ის, რომ ხალხი ყველაზე ღარიბია სამხრეთ ამერიკაში რამე შეიძლება. აიტის გარდა ალბათ. ხო, ალბათ. აი აქ არა და ერთდროს ყველაზე მდიდარი ქვეყანა იყო არგენტინასთან ერთად ვენესუელა სამხრეთ ამერიკაში. როგორ ყოველთვის ქონდა სამხრეთ ამერიკას ეს რაღაცა მარქსიზმის ამაზაზენი ჭრდილი, რომელიც ამ ბრაზილია რა კარგად იყო 90-იან წლებში და უცებ მოვიდნენ ეს რაღაცა გიჟები და არის ეს ყველაფერი. იგივე არგენტინაში, საინტერესო რეგიონი, ეგ საშუალო დონეზე არასოდეს არაფერი არ არის. აი, ჩემთვის საინტერესოა ეს პრობლემა, როგორც შემოწმების საშუალება, აი ტრამპის რეალური მუქარები არის ნამდვილად საქმიანი რაღაცა, თუნდაც აგრესიული პოლიტიკა თუ ჰაერი. აი ვერ გაიგებ, ხო, ტრამპის, ასე ვთქვათ, როგორც მოთამაშე, საყვარელი მეთოდია ბლეფი, პრინციპში, ხო? კი. ხო, მაგრამ, ახლა ირანს დაარტყა ერთხელ თუ ორჯერ თუ რაც იყო, მაგრამ, დაარტყა, ხო, რაღაც ასე რომ ბლეფობ ხანდახან რაღაცა უნდა გააკეთო. იგივე თორე არავინ არ დაგიჯერებს არაფერს, ხო? ამიტომ ხო სადღაც რაღაცა დაარტყეს კიდეც, ხო, რაღაც გემებს, რაღაცები ქნეს და მადურო ცოტა შეეშინდა, ნამდვილად შეეშინდა. ახლა ამერიკასთან დაპირისპირება ვენესუელისთვის არ არის სახუმარო. კი ბატონო. მაგრამ აი რა არის ტრამპის სტრატეგია, ან აქვს თუ არა მას სტრატეგია საერთოდ, ხო, ეს როგორც ყოველთვის არის გამოცანა, ჩემი ინტუიცია, ასე ვთქვათ, რომ მაინც არ აქვს ისეთი ჩამოყალიბებული სტრატეგია და მოვლენებს მიყვება, ინსტინქტებს მიყვება და ნახოთ რა მოხდება და ახლა ტრამპის გამოცდილება გვაჩვენებს, რომ წარმატებული ყოფილა ხანდახან საერთაშორისო ამ ურთიერთობებში ხანდახან არც არაფერი არ გამოსულია, ხო? 2016 რო გავიხსენოთ, 2017 როცა გახდა პრეზიდენტი, მისი პირველი თემა იყო ჩრდილო კორეა. რომ აი ჩრდილო კორეას რაღაცა
რა ქნაში რო კორეაში აბსოლუტურად არ აქვს ნულოვანი რაღაცა პერფორმანსი რაღაცა აქეთი რაღაცა ისე ხელით ჩამოართვეს რაღაცა ისქნეს რაღაც არაფერი ნულოვანი შედეგი მაგრამ თქვა ახლო აღმოსავლეთი საკმაოდ წარმატებულია ხო ეს აბრაამის შეთანხმება წარმატება იყო მაშინ და ახლაც ომი დაამთავრა მართლაც ასე თუ ისე ხო და ეს აქვია ტყვეები ძევლები დააბრუნებინა და ომი დაამთავრა ნუ ჩვენთანაც ეს ზანგეზურის კორიდორზე შეთანხმება დადეს ხო რაღაცნაირად ტრამპის ანუ ხანდახან უმართლებს ხანდახან არ უმართლებს და წინასწარ არასოდეს არ ვიცით გაუმართლებს თუ არა ხო იმიტომ რომ აი ასე რაღაც სპონტანურად რაღაცას აკეთებს ამიტომ მე არ გამოვრიცხავ რომ ვენესუელაში რაღაც წარმატებას მიაღწიოს, იმიტომ რომ ნუ მოწინააღმდეგე სუსტია. ძირითადად იმიტომ, ნუ სადაც მოწინააღმდეგე სუსტია, იქ ტრამპის ტაქტიკა მუშაობს. შეიძლება გაამართლოს. ხო, შეიძლება გაამართლოს. კი, აი ჩინეთში, ნუ რაც მე ვიცი და რაც ამეკითხავს, არავინ არ ამბობს, რომ ტრამპმა რამეს მიაღწია. ხო, ნუ იმიტომ რომ მაგის ძლიერი მოწინააღმდეგეა, ხო, იმასაც თავისი სუსტეები აქვს, მაგრამ პრინციპში ძლიერი მოწინააღმდეგეა, რომელსაც მართლა აქვს რაღაც ძელვადიანი სტრატეგია და რომელსაც შეუძლია რომ აი ტრამპი რაღაცებს გვაშინებს, მაგრამ ჩვენც იქით შევაშინებთ და ნუ იძულებული გახდა ტრამპი რომ აი რაღაც გადადო გარკვეული ვადით თავისი ეს ცნობილი ტარიფები და შეეგუა ვითარებას, ხო? ნუ აი ამ ვენესუელაში ტრამპს სჭირდება რაღაცნაირად ჩვენება რომ აი მაგარია და ერთი ომი დაამთავრა. ხო, და რაღაცას იქაც რაღაც პრობლემა გადაწყვიტა. მაგრამ პრობლემის გადაწყვეტა რას ქვია თავისთავად, ხო, აი რა შემთხვევაში იტყვი რომ აი პრობლემა გადაწყვეტა, ის მადურო უნდა გადადგეს თუ მადურომ რაღაც მოდიში უნდა მოიხადოს თუ რა იქნება პრობლემის გადაწყვეტა, ეს გამოჩნდება გზადაგსა, ანუ წინასწარ რომ რაღაც მას რაღაც ლოგიკური ჩარჩო კონდეს და აი რაღაც ნაბიჯ ხო, ეს პრეზიდენტის შემთხვევაში ჩვენ გაგვიმარტივდებოდა ხა საქმე. ხო, მაგრამ აქ მე მგონი ეს ობიექტურად შეუძლებელია ამ სტრატეგიის გამოცნობა, იმიტომ რომ არ არსებობს სტრატეგია, ხო? არ აქვს. აი, როცა პირველი პრეზიდენტობის დროს ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში საქართველოს ხელისუფლებას საქართველოსში არ ყავდა მას. ელჩიც კი არ ყავდა, ხო? ხო, ელჩი არ ყავდა. აი, იმ პირობებში ბევრ შეიძლება მოჩვენებოდა, რომ აი ალბათ ქართულ ოცნება ისჩება რაღაცა, არ ვიცი მე რაღაცეების გამო და არ აყავთ ელჩი, მაგრამ მაშინ მე მქონდა ზუსტად ეგეთი, რომ ხედვა არ აქვს საერთოდ საქართველოსთან მიმართებაში. არა, არ ხედავს. იმიტომ რომ კონკრეტული იმიტომ არ ყავდა მაშინ და ეხლაც მაპატია რომ გაგაწყვეტინე სიტყვა. აი ეს ცხადია ალბათ არის ძალიან კონკრეტული, ასე ვთქვათ, განაწყენება ქართული ხელისუფლების, ასე ვთქვათ, აი ამ დღის წესრიგის თუ პოლიტიკური განცხადებების თუ საერთოდ რაც მიმდინარე მოვლენები არის, ამასაც რაღაცა შეიძლება შეშფოთებით უყურებენ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნდამენტური ასე ვთქვათ პირობა, რომლის გამოც ანუ ამერიკის შეერთებული შტატები საერთოდ ყურადღებას არ აქცევს და საერთოდ ასად არ ახსენა დღევანდელი ხელისუფლება, არის ის რომ ხედვა არ აქვს საერთოდ. საქართველოს მის რადარზე არ არის საერთოდ, არ აინტერესებს. ხო, ნუ არა, ხო, მაგას ხო ახლა სომხეთი და აზერბაიჯანი უნდა აინტერესებდეს, ხო, ამავე, მაგრამ დაინტერესდა, იმიტომ რომ შანსი გაჩნდა იქ რაღაცა იქიდან არის მზაობა და იქიდან არის იყო მზაობა და იქ იყო პრობლემა და იყო გადაწყვეტასთან ახლოს იყვნენ, მაგრამ ცოტა პატარა ბიძგი ჭირდებოდათ და გამოჩნდა ტრამპი და რაღაც გააკეთა რეალურად, ხო? როგორც პომპეოსი კრასუსის დროს, ხო? გაიმარჯვა სამხარმა და მithom ამან მოიგო მე მონაწილე. ხო, ნუ რაღაცა არა, ნუ ტრამპს რაღაც დამსახურება აქვს, იმიტომ რომ ნუ ვერ თანხმდებოდნენ საბოლოოდ და ნუ საბოლოოდ, ნუ რამდენად საბოლოოდ არ ვიცით კიდევ რა მოხდება, მაგრამ ნუ ამ ეტაპზე ყოველგვარში რაღაც მნიშვნელოვანი გადაიდგა, ხო და ნუ ტრამპს მიუძღვის წვლილი. მაგრამ ნუ ეს არანაირი პრობლემა არ არის, რომ ამავე დროს ამ ქვეყნების სახელები არ იცის, ხო? ესეც დადასტურდა, ამიტომ ამჯერად ალბანეთის და რა, ანუ ეს არის რომ ხედვა აქვს ზოგადად.
ან ინტერესი აქვს ზოგადად. უბრალოდ ვიღაცა ჭკვიანი აქვს, რუბიო იყო თუ ვინც იყო, რაღაც უთხრა რომ აი შანსია რაღაცის რომ აი რაღაცა პოლიტიკური პერდურბას რომ რაღაცა წარმატებას მიაღწიო და გაყიდო ეს წარმატება, როგორც შენი წარმატება და გააკეთა კიდეც. ხო. და აი ახლა ალბანეთი ქვია იმ ქვეყანას თუ რა ქვია და ვინ არ მიცხოვრობს იქ ახლა ასეთ რელმანებზე ახლა ეს რელმანები ახლა და საქართველოზე რო აჩვენეს სურათი რომ იმის პანაშვიძე დგას კობახიძე მარტო ამ ისლამისტების გარემოცვაში ახლა რა გვინდა ვინ არიან ესენი საერთოდ ხო და გარდა ამისა ახლა არ ვიცი რას ვინეუბნება და საქართველოს თუ ოდესმე ახსენებენ მაგრამ მე მგონი ორი რამეა ასე ვთქვათ ორი მოსაზრება ივანიშვილზე ერთი რომ პრორუსულია გასაგებია და პროჩინური და პროისლამური და თუ რა პროირანული რაც ვინც ვისთანაც არ აქვს ამერიკას მაინც მეგობრული ურთიერთობა და მეორე დარწმულია და რაღაც შიგა აქვს და ესე იგი ასეთ ამასთან რა უნდა ელაპარაკო რა ვერ არის ტიპი ხო და რატო დახარჯო დრო მაგაზე ხო ანუ ეს განწყობაა და ამიტომ ახლა გასაგებია რომ ეს თანამდებობებას ვერ დაუკარგათ ჩვენს ხელისუფლებას საქართველოში რომ მაინც ტრამპს ეტენებიან ხო რომ აი რაღაც აი BBC-ზეც ის თქვა რომ აი ტრამპს BBC ტრამპის მოახერია და რაღაცა და აი ამიტომ აი ტრამპ თვითონ აი ჩვენ და ტრამპს აი BBC გვერდზვის ჩვენ და ტრამპს კი ბატონო ჩვენ და ტრამპი ერთ ნავში ვართ და BBC მეორე ნავშია ხო ანუ მაინც ეტენებიან ამ ტრამპს და იმედი აქვს რომ იქნებ ვიღაცა მონახონ ეს კიმბერლი ლოუ რაღაც ასაცილო ქალი იყო და ვერ მონახეთ მაგრამ შეიძლება ამაზე უკეთესი ვიღაცა ისეთი ვიპოვოთ რომელიც რაღაცნაირად მოახედებს ტრამპს ჩვენსკენ და მოვაწონებთ თავს ანუ პრინციპში მათი მხრიდან სწორია იმიტომ რომ რახან ტრამპი არატინასთან მეტყოლებადია რა იცი და მეორე მხრივ სხვა რა გზა აქვს რომ ხო ანუ აქ აშკარად გრძნობენ ინტუიციურად რომ აი პოლიტიკურად მონათესავე სახეობა ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია მე ვიტყვი რომ თლად იმიტომ რომ ანუ იმ რაღაც ზომით კი რაღაცაში მაგრამ ჩვენ ხო ეს აქაც ხო ყავს ასეთი პერსონაჟი ასეთ როგორ არ ყავს ხო მაგრამ ეს კიმბერლი ლოუ ხალხი კიმბერლი ლოუს ცოტათი მაგვარი ტიპები კი ყავს ტრამპს სიახლოვესაც ხო რაღაც ეგეთი უცნაური ტიპები ხო მაგრამ ყავს ესეთი რაღაცა თეატრალური ძალიან გიჟები გარკვეულად ნაწყენებიც არიან ტრამპზე ეს მარჯორი რაღაც გრინ არ მახსოვს იმ ქალის სახელი და გვარი რაღაც განუდგა ხო იმიტომ რომ ყველაზე გიჟები განუდგნენ იმიტომ რომ მაინც რაღაც საღად მოძრაობენ ხალხი წავს გარშემო ხო ამიტომ რაღაც თლად რომელიც თლად სიგიჟემდე მაინც არ მიდიან და ამიტომ ეს მაგაშიც აი ამ მაგა მოძრაობაშიც ამიტომ რაღაც უკმაყოფილობებია ძალიან როგორ გავსე ჩვენი მოვლენები უფრო ჩვენთან მიკრო მოდელია იქ რაღაცა დიდი მაკრო მოდელია მაგრამ აი ამ რაღაცა ანეკდოტურ ამბებში არა ეგ ახლა ეგ ადამიანის ნება დაემსგავსა ერთმანეთს მაგა აქ რაღაცა გლობალური ომის პარტია და სხვა მის გავსი იქაც ზუსტად იგივე ხო შეთქმულების თეორიებისკენ მიდრეკილება ეს არის უნივერსალური მოვლენა ასე ვთქვათ და უბრალოდ რაღაცნაირად ეს ამის მარგინალიზაცია ხდება სხვაგან, მაგრამ ეს ზღუდეები რომ მოიშლება, მე ეს ასე ვთქვათ ეს აზროვნება რომელიც ემყარება შეთქმულების გიჟურ შეთქმულების თეორიებს, ეს გამოდის წინაპლანზე კი და ხდება გავლენიანი რეალურად და ჩვენში ეს ოფიციალური იდეოლოგია პრაქტიკულად ბუდვითი რაღაც იდეა ამ deep state-ზე და გლობალური ომის პარტიაზე. იქ მაინც თლად მასე არ არის. იქ არის ეს კენონის და რაღაც ისინი ანუ
ტრამპი იყენებს ამ გიჟებს და ასე ვთქვათ, თავისიანებად ყავს, მაგრამ მაინც შედარებით უფრო როგორ არ უნდა გაგიცინოს ხა ტრამპის იმ განცხადებაზე, რომ აცრები იწვევს აუტიზმს, ხო? არა, ხო, ეს კენედია ხო ეს ვინც ამას ავცელებს და ახლა ტრამპისთვის, აწყობდა ეს კენედი, თვითონ ტრამპი თვლის თუ არა რომ რაღაცას იწვევს ეს არ ამგონია, მაგრამ ეს კენედის ყავს თავისი რაღაც რამდენიმე პროცენტი, ხარი დაუჭირა ტრამპს და რატომაც არა, ხო, მაწყობს რომ ეგეთი ტიპი მყავდეს და ყავს ეს კენედი, ხო, რომელიც ყველაზე აცვენი, ეს კენედების კლანი ხო მაგითაა ცნობილი, რომ აცვენილი და მოგიჟო ტიპები არიან, მაგრამ მაგაში ყველაზე გიჟი ეს რობერტ უმცროსი იყო ახალგაზრდობაში და რაღაც კრიმინალის ზღვარზე იყო მთელი ახალგაზრდობა და ახლა დაბერდა და მოციფული ასაკში უბრალოდ ახლა იდეები აქვს. ხო, ეს იდეები ძალიან ნაცნობი იდეებია, ძალიან იდეები ჩვენთან მილიონჯერ მაგ. ტაილანული რო რაღაცას ითქვებს საჩინელებებს და რაღაცა და მეწველი მამაკაცები და ასე შემდეგ. ჩვენც ხო გვაქვს არა ჩვენი. არა, ეგ როგორ ადამიანის ბუნებაა, ხო, უბრალოდ ცივილიზაცია ხო იმისია, რომ აკავებს ამას ასეთ რომელიც ყველგან არის, მაგრამ რაღაც არსებობს. იმავე ელიტების წყალობით და რაღაც ინსტიტუტების წყალობით ეს ხედვები არის რაღაცნაირად მარგინალიზებული და შეკავებული და სადღაც არის ყოველთვის. და როცა მოირღვევა ეს, ასე ვთქვათ, სისტემა, მერე ის გამოდის და რაღაც თვითქოს ჯებირი რო რაღაც ჩამოინგრევა, რაღაც წყალი გადმოიქცევა ეს უბედურება და ეს ყველგან ასეა. ამიტომ ინსტიტუტები მნიშვნელოვანია, ცივილიზაცია, წესები, ტაბუ გარკვეული რაღაცების თქმა არ შეიძლება ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ტაბუ რო რაღაც შეიძლება რაღაც სწორი რამის თქმასაც ზღუდავს ხანდახან, მაგრამ რომ მოარღვევ მე უკვე ყველაფერი მოსულა და ყველანაირი სიგიჟე ხდება რესპექტაბელური თითქოს და ამის სიგიჟეს მატარებელი შეიძლება მინისტრიც იყოს, იმიტომ რომ მას მხარდამჭერები ყავს და რაციონალურია რომ მისი მხარდამჭერები შენთან შემოიყვანოს. ჩვენთან მიმდინარე პროცესები ახლა რო შევაჯეროთ. გარე სამყარო, ჩვენი დისკუსიიდან მე მგონი შევთავდით რაღაც ამ პრობლემაზე, რომ რაღაცა სერიოზულ პოსტსიმართლის ეპოქაში ვცხოვრობთ, რაღაცა ძალიან უცნაურში, რომელიც ძალიან ხელს უწყობს ან ამ ჩვენი სიგიჟეს ამ რაღაცა ნოყიერი ნიადაგიდან ამოზრდილი ნაყოფია, ან რა და გაუმართლა ამ ამოზრდილ ნაყოფს, რომ ასეთი გარე სისტემა დახვდა და მისი საარსებო პირობების გასაფურჩქნად ყველა პირობა უბრალოდ დაემთხვა. ანუ მე მაინც უფრო ეს ვარიანტი მგონია, იმიტომ რომ ახლა ვერაფრით ვერ ვხედავ იმ კავშირს, მაინც და მაინც ამერიკაში რომ მოსულიყო ხა აბსოლუტურად ნორმალური საღი ხელისუფლება ეს ხომ არ დაემთხოვდა, არა ჩვენი სიგიჟე მაინც იქნებოდა ზუსტად იმ ადგილას, სადაც არის. და ამ პირობებში ჩვენ ძალიან სერიოზული სკანდალის წინაშე ამოვშდით ახლა ჩვენ. კი. ეს არის უსერიოზულესი სკანდალი. მოწამულა ფაქტიურად ხო. ჩვენ მე არ მინდა მაინც ისეთი ფორმა მისცეთ ჩვენ დისკუსიას, რომ უკვე კონკრეტული ფაქტები გვაქვს, იმიტომ რომ ამ კონკრეტულ ფაქტებს მარტო აღიარებაც არ ყოფნის, მარტო ადამიანების სიტყვების არ ყოფნის, ლაბორატორიული მტკიცებულება საჭირო, ნიმტკიცება ბოლო-ბოლო საჭირო. და დავრჩეთ ჩვენ მაინც პროფესიულ საზღვრებში, მაგრამ მოდი რაც გვაქვს ის ანალიტიკურად გავარჩიოთ. ანალიტიკურ ანალიზის დონეზე. რა გვაქვს? გვაქვს რა, ერთი მხრივ გვაქვს ხელისუფლება, რომელსაც ასე მორღვეული აქვს რაღაც შინაგანი ჯებირები და რომელსაც ფსიქიკურად არამყარი ფსიქიკის ადამიანებით მართავენ და რომლისთვისაც საერთოდ არ არსებობს რაღაც ეროვნული სტრატეგია ან რაღაც ასეთი, არის მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების შეარჩუნების სტრატეგია და რაღაც რომელიც გზადაგზა
ირჩევს მეთოდებს, რასაც ირჩევს და სრულიად არაადეკვატური ხედვა რეალობისას, თქვა ის კი არ არის, რომ არამორალურია და ავტორიტარულია და ეს არის კი ბატონო, მაგრამ არაადეკვატურიც არის. არ ესმის როგორ მუშაობს სამყარო, თუნდაც ის ამერიკა რატომ არ ეხუტება ან ევროპაში რატომ რაღაცების იმედები რეალურად ქონდა როგორც ჩანს ბიზნესმენებს დაალაგებდა და მის მომხრეებსაც და რატომ ეგ გქონდა, იმიტომ არის მის როგორ მუშაობს ეს ყველაფერი. და ამ კონტექსტში რაღაც რატომაც არა. ხო, რატომაც არა. რაღაც გაურიოთ, რაღაც წყალში, რაღაცა ესენი ხო რაღაც ცუდები არიან, რაღაც აგენტები, ტარაკნები, ვიღაცის შემოგზავნილები და ხო არ დაიხოცნენ რა გინდა ახლა, ხო, რაღაც ეს პასუხიც იყო, რა გინდა, ხო არ დაიხოცე, ხო არ მოკვდა არავინ. ახლა და დავშალეთ ხალხი. ხო, ანუ ეს ვითარებაა, თქვა, ხელისუფლების მხრიდან და საზოგადოების მხრიდან მე მგონი არის ერთგვარად აღშფოთების გაცვეთა. იმიტომ რომ რაღაც რუსულ კანონზე იყო ინტენსიური აღშფოთება, ხო? მე კობახიძის განცხადებაზე იყო ახალი რაღაც ტალღა აღშფოთების. მანამდე გავრილოვი რო ჩაჯდა სადღაც იმან გამოიწვია რაღაც ესე გაფეთქება, ხო და რამდენჯერ უნდა აფეთქდე? ხო, ფსიქოლოგიურად, მორალურად, რომ რამდენჯერ უნდა აფეთქდე? აფეთქდები რაღაცა სიზამ, შეგასხამენ იმ წყალს, რომელიც აღმოჩნდება მოწამლული. და შედეგი არ მოყვება და მერე კიდევ რაღაც მოხდება, გაიგებ რომ ის დაიჭირეს, ვიღაცას წემეს თავკუთარ სადარბაზოში რაღაც საშინელებებს აკეთებენ, მაგრამ იმდენ საშინელებას აკეთებენ უკვე რომ სადაც გაიხედავს სულ რაღაც უბედურებაა და ამ აღშფოთების უნარი რო გაცვეთილია გარკვეულად, ხო, ამიტომ გაზეთად გვწამლავენ, ახლა ხო, ამადგან ხო ყველაფერი მოსალოდნელია, ვეღარ არის ისეთი რეაქცია, რომელიც წესით უნდა იყოს, ხო, ახლა არ არის ნორმალური ვითარება, ხო, გასაგებია რომ წყლის ჭავლით აქციების დაშლა მიღებული საერთაშორისო პრაქტიკაა, სწორედ იმიტომ რომ წყალია და გაშრები და არაფერი არ მოგივა, ხო, მაგრამ გაზით რო გწამლავენ, რომელსაც პირველ მსოფლიო ომში იყენებდნენ როგორც იარაღს, ეს ექსტრაორდინარული რამეა, მაგრამ ეს ექსტრაორდინარულობის განცდა დაიკარგა პრაქტიკულად. ძალიან უცნაური არის ის ფაქტი, რომ საზოგადოებას აი ამ პრობლემის აღქმაში უფრო რაღაცა მეტაფიზიკური წყაროები უფრო მეტ პრობლემად მიაჩნია. თავისთავად ცხადია ის ნაწილიც, რომელიც დაუშვათ ქართულ ოცნებას დაანონსებული აქვს, როგორც ეს არაბული ინვესტიცია, ეს არის შეიძლება სერიოზული შესწავლის საგანი იყოს, ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ ინვესტიცია არ გვინდა, ან ცუდია ინვესტიცია და ინვესტიცია იმიტომაც ცუდი რომ არაბულია და ამიტომ არის ცუდი. აქ საკითხებია ალბათ უფრო დასადგენი, მაგრამ საზოგადოებას უფრო საკრალურ რაღაცეებზე აქვს. თვითონ არაბული რო გაიგონა და თან ქალაქი, ახლა არაბები ქალაქს აშენებენ საქართველოში და მეტი აღარ არის საჭირო. ეს უფრო მტკივნეულად აღიქვა საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილმა ეს ჯერ კიდევ რაღაც ნაწილი ხო არ ვიცი რამდენად მნიშვნელოვანი არ ვიცი. არავითარი დიდი პერფორმანსი არ გვინდა. დიდია, ხო რაღაც დანიშნული იყო და მაინც არაფერი არ გვინდა, ხო, იმიტომ რომ ეს ხალხი, ვინც აღშფოთებული არაბული ქალაქით, მათთვის ეს თავრობა მაინც მათია. კი. ეს რაღაც შიდა დაპირისპირება, როგორც ტაკერ კარსონი გავრაზდა რომ ტრამპმა რატო დაარტყა ასე ვთქვათ ირანს, ხო, მაგრამ მაინც საბოლოო ჯამში ტრამპი მისია. კი. შიდა დაახლოებით აქაც ეს ვითარებაა, ხო, რაღაცა ერთგვარი კოგნიტური დისონანსი. გუფი აქვს. ფრთხილად და სკრუპულოზულად გავაკეთოთ, როგორც არ ვატკინოთ, ხო, რაღაც, ამიტომ კი ბრაზდები, კი ვიღაცები სადღაც რაღაცას ჩაწერენ TikTok-ზე და რაღაც სადღაც სიტყვიან, რომ რაღაცა, მაგრამ ახლა
სააკაშვილს რო დაეანონსებინა, რომ რაღაც არაბულ ქალაქს ვაშენებ, ალბათ ცოტა სხვა მასშტაბის რეაქცია იქნებოდა, ხო, მაგრამ ახალი ბიძინა აკეთებს. ხო, კი, ცუდია, მაგრამ ახლა ნაცების საქმე არ გავაკეთოთ. ხო, რაღაც, ამიტომ სერიოზული პროტესტი აქედან არ გამოვა მაინც. კი, ვიღაცები იბუზღუნებენ, მაგრამ მე ვერ ვხედავ სერიოზული პროტესტის და ეს მორალური, ასე თქვათ, სერიოზული გამოფიტვა, დეფიციტი იმისი, რომ პრაქტიკულად თეთრი და შავის გაუფასურება გვაქვს ჩვენ რაღაც ესეთი გადაღებული სურათი გვაქვს უკვე. ნუ მე რა რომ შეგვასხეს, ნუ მე რა რომ ეს გააკეთეს, მე რა აი ეს მე რაები სინამდვილეში აი ძალიან სერიოზულ უკვე ნაციონალურ პრობლემად, ანუ ჩვენ ნაციონალიზმი საერთოდ გვაქვს მე უკვე როგორც პროგრამა და როგორც იდენტობა, მაგრამ რაღაც ასე ვთქვათ, შეიძლება იყოს მე რაღაც ასე ვთქვათ, საზოგადოების რაღაც ნაწილში, რომელიც ასე პატარაა, მაგრამ ნუ საკმარისად დიდიც არ არის, რომ ასე ვთქვათ, შეუძლებელი გახადოს ესეთი ხელისუფლება, როგორც გვაქვს, ხო, მაგრამ კი, ეს არის რა თქმა უნდა, რომ აი შეჩვევა, ხო, ნუ შეჩვევა ხდება, ნუ ახლა ის რო იყო მოსმენების სკანდალი, როცა აღმოჩნდა რომ მთელ სამღვდელოებას უსმენს, რასაც აი მღვდელი რო ხარ, ეს ნიშნავს რომ აი რასაც ლაპარაკობ, იმაზე რაღაც იმეებს წერენ, რა ქვია, რა მოვიწყდა, რაღაც მოკლე შინაარსებს, ხო და უგზავნიან ბიძინას ან ვიღაცას არ ვიცი. და ნუ შენი ყველა იმის აბსოლუტურად საქმის კურსია. თავრობა და ნუ ეკლესიას ხო ვამბობთ რომ ის არის ყველაზე რაღაც ავტორიტეტული ორგანიზაცია. ხო, ხო ნახსოვდეს ხალხი რომ აი თავრობა ასე ეკლესიას ასე ექცევა, რომელიც მისი მხარდაჭერის ერთ-ერთი ბურჯია პრინციპში, ხო? მაგრამ თვითონ ეკლესიის სახურები ამართლებდნენ ამას, რომ აბა თავრობა რა თქმა უნდა რაღაც აი ზუსტად იგივე პრობლემა, ანუ არ დავაზიანოთ ჩვენიანია, ჩვენიანია, მაინც ჩვენიანია საბოლოო ჯამში. აბა მიშა გინდა? და ეგ არის, ხო რა, ნუ ამიტომ არაუშავს ამას, ნუ გასხამს არაუშავს. ყველაფერი ნუ რა ახლა ის აკაცუკებიც მე რა მოხდა. ხო, ნუ რაღაცა, ხო, იმიტომ რომ იმსახურებენ. ხო, რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. ეს რაღაც დაჩლუნგება ხდება მორალური გზნობის პრაქტიკულად. ხო. აი ძალიან უცნაურია ეს ფაქტი და აი ეს რაღაცა ფსიქოდელიური თუ რაღაც ფანტასმაგორიული მდგომარეობა ის ადამიანზე გაგზავნა. გამორიცხულია რომ ეს შემდგარიყო ისე რომ საღი აზრი იყოს იქ სადღაც სათავეში და ხო რა თქმა უნდა არ გასაგებია რომ ჩვენ გაწმილებული ვართ და გულისხმობ ჩვენ ორს რა თქმა უნდა საზოგადოების დიდი ნაწილი გაწმილებული ვართ რომ აი რაღაცნაირად ეს არ დამთავრდა და კიდევ უარეს ხედავთ ხო ახლა უამრავ რამეზე არ გველაპარაკია განათლების რეფორმა ეგრეთ წოდებული არის რაღაც სრული აბსურდი მაგალითად და შემდეგ ხო მაგრამ ნუ რაღაც როცა გასხამენ იქ რაღაცა განათლებაში რაღაცას ცვლიან თითქოს ნუ არადეკვატური იმდენად ძიმე პრობლემა მარტო ეს პრობლემა უნდა იყოს კრიზისის მიზეზი მაგრამ ამას ემატება მეორე ესეთი პრობლემა რომელსაც შეიძლება კაცობრიობის ისტორიაში ანალოგია არა ხო რაღაც გადაფარვა ხდება რაც საშინელება ხდება მეორე საშინელება ამას გადაფარავს და ასე შემდეგ ხო მაგრამ იმის თქმა მინდა რომ მე ისიც თავისთავად ის რომ საზოგადოებაში რაღაც ნაწილი რომელიც გვინდა რომ უფრო დიდი იყოს მაგრამ არც ისე პატარაა რომ ამას არ ეგუება და კომფორტის ზონაში ვერ არის ხელისუფლებაც კომფორტის ზონაში ვერ დაბრუნდა ხო და ეს ერთი წელი ფაქტურად ნუ არჩევნების შემდეგ არ იყო ისეთი პროტესტი მაგრამ რაღაც პროტესტი იყო მე ამას მოყვა ახალი ესკალაცია პროტესტის ხო ანუ ნუ მანამდე რაღაც რუსული კაუნისტინაამდე ძალიან დიდი პროტესტები ხო ანუ ეს ხელისუფლება ვერ დასტაბილურდა ასევე თავის ხრივ ხო ანუ იმის ერთის ხრივ არ ვიცით და ვერ ვხედავთ კონკრეტულ გზას როგორ შეიძლება შეიცვალოს ვითარება არსებითად მაგრამ
არც იმის პერსპექტივა ჩანს ჯერჯერობით, რომ რაღაც აი ეს ნორმა მივიღოთ ნორმად. ყველა, ხო, ესე იგი რაღაცნაირად ხელისუფლებაც ვერ არის რაღაცნაირად აი დასტაბილურებული. ასე რომ ეს არანორმალურობაში ცხოვრება გახდა ნორმა ერთგვარად. ხო, კრიზისი, რასაც კრიზისი ხო რაღაც დროებითი მოვლენაა თავის შინაარსით, ხო, რაც კრიზისი მოხდა და გადაილახა ან დავიღუპეთ, ან გადავჭით, მაგრამ რაღაც აი კრიზისი როგორც კრიზისი მორჩა. და ჩვენ რამდენიმე წელია კრიზისში ვართ სულ. და ესე იგი ხელისუფლების მომხრეც ეს კი არ არის რომ ჩვენ კრიზისში ვართ, იმიტომ რომ არ მოგწონს რა ხდება. არა. ხელისუფლების მომხრეც ხედავს რომ კრიზისშია. კი. ამიტომ ეს გახდა რაღაც ეს არის ალბათ განსაკუთრებით და ასეთი ხანგრძლივი კრიზისული პერიოდი არ ქონია არასოდეს. არასდროს არ ქონია, ძალიან გავს რაღაცა ცუცის მასომეშიც ვერ იღვიძებ. იმიტომ რომ თავად აი ამ კრიზისზე რეაგირებაც საზოგადოების ისევ რაღაცა ძალიან უცნაურ გამოვლენებებშია ახლა. ბატონი ალე კოელიშვილი ახლა მის გმირობის მესმის, ის იდეაციელობა მესმის, მაგრამ რაღაცა მაინც არასერიოზულია, რასაც აბსოლუტურად არასერიოზულია და ტრაგიკულია იმ აზრით, რომ აი ვინც მას ამართლებს, ხო? იმას კი არა მოხდა რა კარგი იქნა. იმას ამბობს რომ გაუჩალიჩეს, დადგეს, სპექტაკლია, დააშანტაჟეს. ანუ იმის თქმა, რასაც თვითონ ამბობს, რომ აი მე რაღაც ხო, გმირობა მინდოდა. ხო, რა გმირობა მინდოდა, გმირობა და არ ჩაუთვალა არავინ. ხო, რა. მომხრემაც. აი ესეც რაღაცა ფანტასტიკა, ესეც რაღაცა სიზმარის. ხო, მაგრამ აი რა კი ასეთ აბსურდულ სიტუაციაში ცხოვრობ, ხო, ესეც შეიძლება მოხდეს. ანუ ვიღაცას შეიძლება ასე გადაუტრიალდეს თავი და გონება და ეს შეიძლება ასე რამეთ გააკეთოს, იმიტომ რომ როცა არ არის გზა არ ჩანს, სინათლე გვირაბის ბოლოს არ ჩანს, მე აი ახლა რაღაცა ვქნათ. და რაღაცა ვქნათ რო ამბობ, ხო, ეს რაღაცა შეიძლება იყოს არასწორი. ალბათ ჩვენი პრობლემა ის იყო, რომ აი ეს გზა ეკლესიამდე მიგვიყვანს ეს საკრალური სიტყვა, აი ეს გზა რომ ესე მისტიკურ თუ მეტაფიზიკურ რაღაცა წყარომდე რომ მიგვიყვანს და ეს რომ გამსაზღვრეთ, ალბათ არასწორი ორიენტირიც ავირჩიეთ. ეგ ზოგადად რაციონალიზმი უნდა ყოფილიყო გზა. პრაგმატული ცნობიერება ჩვენ მოგწონს გმირული რომანტიკული რაღაცები და გმირული და რომანტიკული ასე ვთქვათ ცნობიერებით რა ნორმალურ ინსტიტუტებს და რაღაც დალაგებულ ცხოვრებას ვერ ააშენებს. შეიძლება რაღაც რევოლუცია მოახდინო. ხო, სამწუხაროდ. მადლობა გია. მე მგონი შინაარსიანად ვისაუბრეთ. რას დავაკელით ალბათ მაყურებლები დაამატებენ კომენტარებში. და ცოტა ხუმრობებიც გაურიეთ. მეგობრებო, ეს გახდათ კია ნოდია, მე ირაკლი მეფარიშვილი, ჩვენ გემშვიდობებით, მოვალ კვირაში ვხვდებით.